დღეს 2026 წლის 9 მარტს ზუსტად 70 წელი გავიდა 1956 წლის ტრაგიკული 9 მარტიდან, რომელიც საბჭოთა პერიოდში ტაბუდადებული თემა იყო, რომელზეც არ საუბრობდნენ ხმამაღლა. საშიშიც იყო ამ თემაზე საუბარი, მხოლოდ ეგრეთ წოდებული პერესტროიკის შემდეგ გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილიც და განსჯის საგანიც რაღაც გარკვეულწილად. განსაკუთრებით გააქტიურდა მასზე საუბარი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ. გაცოცხლდა ასე ვთქვათ მეხსიერება. რა იყო მიზეზი 56 წლის 9 მარტის მოვლენების? სტალინის გარშემო აგორებული, ასე ვთქვათ, ნეგატიური დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლების გახდა მიზეზი ქართული საზოგადოების პროტესტისა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მისი გარდაცვალების თარიღი შესაბამისად არ აღნიშნეს, საერთოდ დაივიწყეს დიდი ბელადის სამაგი. და ნელ-ნელა დაიწყეს შეკრება სანაპიროზე მდებარე მისი ძეგლის გარშემო და ეს პროტესტი სტალინის უგულელყოფასთან დაკავშირებით გადაიზარდა უფრო დიდ პროტესტთან, რომელიც რაღაცნაირად საბჭოთა ხელისუფლებისთვის საშიში გახდა. საერთოდ ასეთი მასობრივი პროტესტები საბჭოთა ეპოქისთვის უცხო იყო და საერთოდ მე მგონი პირველი იყო კიდევაც. და გაჟღერებული ფრაზები, რომ აი ჩვენ ქართველები, სტალინი რომ ქართველი და საერთოდაც ეს თემა ქართველთა კუთვნილების შესახებ საკმაოდ საშიშად მოეჩვენა და შეიძლება ითქვას არც თუ საფუძვლოდ საბჭოთა ხელისუფლებას და ამიტომ გადაწყვიტა სათანადოდ დაესაჯა პროტესტანტი ქართველები და სისხლის ზღვაში ჩაახშო, შეიძლება ითქვას, პროტესტის მონაწილეები და უამრავი ადამიანი დაიღუპა და მინდა ვთქვა, რომ ზუსტი მონაცემები არც გვაქვს დღესაც იმ დახურული არქივების გამო, რამდენი ადამიანი დაიღუპა, უგზო-უკლოდ დაიკარგა, რამდენი დაიჭირეს და ასე შემდეგ. რეალურად რა მოხდა? რატომ გამოიწვია სტალინის პერსონამ ასეთი დამოკიდებულება ქართულ საზოგადოებაში? რატომ იყო მის მიმართ და სხვათა შორის დღესაც არის პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში მის მიმართ რაღაც ძალიან განსაკუთრებული გზნობიარე დამოკიდებულება? მიზეზი ბევრია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სტალინის პერსონა რაღაცნაირად მიება დიად საბჭოეთს და ასევე სტალინის პერსონა დაუკავშირდა ქართველთა ნაციონალურ იდენტობას საბჭოთა ეპოქაში. და სხვადასხვა ფაქტორებით მოხდა ეს, ზოგადად მისი პერსონის ირგვლივ აგორებული რაღაცა მითები, ის გახდა რაღაცნაირი მითოლოგიზირებული პერსონა, რომლის ნამდვილი ამბები ტყუილისგან ძნელად თუ განირჩეოდა და დღესაც ბევრი რამ სადავოა.